ინტერნეტი ბრძოლის ველია, კიბერდანაშაული უკონტროლოა და ახლა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პასუხი გასცეს. კერძო კომპანიებმა მწვანე შუქი მიიღეს, რომ თაღლითებისა და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ საპასუხო კიბერშეტევები განახორციელონ. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ინტერნეტის უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად. თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია. როგორც კი ეს კომპანიების საპასუხო დარტყმას მიაყენებენ, თქვენ მიზანში აღმოჩნდებით. უცხოელი ჰაკერები არ აპირებენ მშვიდად მიიღონეს დარტყმა. ისინი საპასუხო დარტყმას მიაყენებენ და სამიზნედ კომპანიებს არ აირჩევენ. ისინი ბანკებს, საავადმყოფოებსა და ენერგოსისტემებს ამოიღებენ მიზანში. ციფრული თავდათვის ეპოქა დასრულდა. ეს არის ახალი პრივატიზებული გლობალური ომი და თქვენ ხართ საზარბაზნე ხორცი. 2026 წლის 12 აგვისტოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი ხელის მოსმით შეცვალა კიბერომის წესები. ახალი ფედერალური პროგრამა ამერიკულ კერძო კომპანიებს სამართლებრივ უფლებას მისცემდა საკუთარი თავდასხმითი კიბეროპერაციები განეხორციელებინათ. საკუთარი ქსელების დაცვის ნაცვლად კომპანიებს შეეძლოთ საპასუხო დარტყმა მიეყენებინათ უცხოური კიბერდანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ. ფედერალური კონტროლის ქვეშ კომპანიებს ნებადართული ექნებოდათ როგორც კიბერთვალთვალი, ასევე კიბერზემოქმედების ოპერაციების ჩატარება. კორპორატიული ამერიკა იარაღად იქცა. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ომის მიმდინარეობის შესაცვლელად, რომელიც აქამდე აშშ-ს წაგებული ჰქონდა. FBI-ს ინტერნეტ დანაშაულის საჩუქრების ცენტრის, ანუ IC3-ის სტატისტიკამ პრობლემის მასშტაბი გამოავლინა. 2023 წელს აშშ-ში კიბერდანაშაულის შედეგად დადასტურებული ზარალი $9 მილიარდ გადააჭარბა. 2024 წლისთვის ეს რიცხვი 16 მილიარდს მიაღწია. ხოლო 2025 წელს კიბერდანაშაულებმა ამერიკელი მსხვერპლებისგან უზარმაზარი $21 მილიარდი გამოძალეს. წელიწლის შემდეგ ეს რიცხვები აგრესიულად იზრდება არასწორი მიმართულებით და არაფერი მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია იცვლება. ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის აფეთქებამ საფრთხე კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან კომპანიების უმეტესობა კორპორატიულ დარღვევებსა და კიბერდანაშაულებს არ აფიქსირებს. რეალური მაჩვენებლები ალბათ ბევრად უარესია. 10 წლების განმავლობაში ამერიკა ამ საკითხს სამართალდამცავებს ანდობდა. სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოები კიბერდანაშაულის გამოდიებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტი უცხოურ კრიმინალურ ორგანიზაციებს ბრალდებებს უყენებდა. ამის შემდეგ ვაშინგტონი მოკავშირეებს ეყრდნობოდა, რომ დამნაშავეები ეპოვათ და პასუხისგებაში მიეცათ. მაგრამ ეს სისტემა აშკარად არ მუშაობდა. რაღაც უნდა შეცვლილიყო. შეიძლება ბრალდებები წაუკანოს და ექსტრადიციაც მოითხოვოს, მაგრამ როცა სამიზნეები დეცენტრალიზებული სინდიკატებია, რომლებიც პლანეტის ყველაზე ბნელ ადგილებში მოქმედებენ, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ისინი ძალიან შორს არიან იმისთვის, რომ ვაშინგტონმა რამე გააკეთოს. ფედერალურ მთავრობას შეუძლია თავისი გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში კანონების აღსრულება, მაგრამ ეს წესები და სისტემები არ ვრცელდება ონლაინ სამყაროს უზარმაზარ უსაზღვრო სივრცეზე. ამიტომ ვაშინგტონმა გადაწყვეტა სხვა მიმართულებით წასვლა. მათ უარი თქვეს იმ იდეაზე, რომ მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები ებრძოლონ კრიმინალურ ქსელებს. ამის ნაცვლად, მათ კერძო კომპანიებს მისცეს ამის უფლება. მათ გადაწყვიტეს კიბერპრაივატირობის ლეგალიზება. საუკუნეების წინ გლობალური იმპერიები მსგავს პრობლემას აწყდებოდნენ ზღვებზე. მათ შეეძლოთ საკუთარი მიწების კონტროლი, მაგრამ ოკეანეები იყო უსაზღვრო კანონის გარეშე და სავსე მეკობრეებით. მთავრობებმა იმის ნაცვლად, რომ უფრო დიდი საზღვაო ფლოტები აეშენებინათ და ომი ეწარმოებინათ, გადამაწყვიტეს საზღვაო უსაფრთხოება კერძო პირებისთვის გადაებარებინათ. მათ კერძო გემის კაპიტნებს მარკისა და რეპრეზალიის წერილები გადასცეს. ჩვეულებრივი ვაჭრები კანონიერ მეკობრეებად, ანუ პრაივატირებად იქცნენ. დასაქირავებელ ამ ფლოტებს მტრის გემებზე ნადირობის უფლება მიეცათ, ხოლო სანაცვლოდ მოპარული ტვირთის წილს ირემდნენ. ეს იაფი და ეფექტური იყო და იმპერიებს საშუალებას აძლევდა მტრები საკუთარი გემების რისკის გარეშე გაენადგურებინათ. პრაივატირობა საბოლოოდ მე-19 საუკუნეში აიკრძალა, სანამ თეთრმა სახმა ის კვლავ არ აღადგინა. აშშ-ს მარტო არ შეუძლია კიბერდანაშაულთან ბრძოლა. ციფრული ზღვები უბრალოდ ძალიან რთულია სამართავად. ამიტომაც ის პრაივატირობას აბრუნებს, თუმცა დიპლომატიური ტერმინებით შეფუთულს. თუ ყველა ამ ლამას სიტყვას მოვაშორებთ, ყველაფერი ძალიან მარტივია. პირველად ისტორიაში აშშ-ს მთავრობამ კერძო კომპანიებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ კიბერშეტევები განახორციელონ. ეს ნიშნავს, რომ კერძო უსაფრთხოების მომწოდებლები და კიბერუსაფრთხოების კონტრაქტორები აღარ იქნებიან შეზღუდულები მხოლოდ ანტიმავნე პაკეტების შექმნითა და ფაიერუოლების დაყენებით. ამის ნაცვლად მათ ექნებათ სრული უფლება, წამოიწყონ მასშტაბური შეტევა უცხოურ ქსელებზე, მოიპარონ მონაცემები, უპასუხონ ბოტნეტებს და ეტაპობრივად დაშალონ კიბერდანაშაულებრივი ორგანიზაციები. ვაშინგტონი გსურთ, რომ იფიქროთ, თითქოს ეს რევოლუციაა, კიბერუსაფრთხოების ახალი ერა, ციფრული დაცვის ინოვაციის შემდეგ დიდი ნაბიჯი, სადაც სილიკონის ველის სრული ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას. მაგრამ ეს იდეა არ გამოდის. ეს არის უპასუხისმგებლო აზარტული თამაში, რომელსაც უფრო დიდი შანსი აქვს, რომ არასწორად წავიდეს და ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. რატომ? იმიტომ რომ მთელი ეს კონცეფცია ფუნდამენტურად მცდარია. ვაშინგტონი იქცევა ისე, თითქოს კერძო კომპანიები დაიცავენ იმავე სტანდარტებს, რასაც სამართალდამცავი ორგანოები და ფედერალური სააგენტოები. ისინი ამას არ გააკეთებენ. სააგენტოები მისდევენ ძალიან მკაცრ წესებსა და პრაქტიკებს, რომლებიც თაობების განმავლობაში ჩამოყალიბდა და უამრავ ფაქტორს ითვალისწინებს. კერძო კომპანიებს კი ერთი პრიორიტეტი აქვთ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას: მოგება. აშშ-ის მთავრობას აქვს პირდაპირ ინტერესი, რომ მიაგნოს უცხოელ კიბერდამნაშავეებს, რათა თავისი ხალხი და ბიზნესი დაიცვას. კერძო უსაფრთხოების კომპანიას მხოლოდ ის აინტერესებს, რამდენ ფულს გამოიმუშავებს კრიმინალური ორგანიზაციების დევნით.
ეს ნიშნავს, რომ მათთვის მთავარი სტიმულია სწრაფად და ძლიერად იმოქმედონ და კითხვები მერე დასვან. რაც უფრო აგრესიულები და ეფექტურები არიან, მით მეტი შანსი აქვთ შედეგის მიღწევის. და შედეგი ნიშნავს შემოსავალს. მაგრამ ეს შეიძლება სწრაფად შემოტრიალდეს მათ წინააღმდეგ, რადგან ციფრული სამყარო წარმოუდგენლად რთული სივრცეა. ის არ არის სუთად დაყოფილი რეგიონებად და ნაწილებად, სადაც ცხადად გამოყოფილია საზღვრები სხვადასხვა ერთეულებს შორის. ის არეულია, რთულია და შეიძლება ბევრი გადაფარული ინფრასტრუქტურა იყოს. მაგალითად, კიბერდანაშაულის სინდიკატსა და საავადმყოფოს ღრუბლოვან ქსელს შორის. კიბერდანაშაულებრივი ორგანიზაციები ამას იციან და იყენებენ. მათ შეუძლიათ შეგნებულად დააწყონ ბოტნეტები უდანაშაულო ადამიანების მოწყობილობებით. მათ შეუძლიათ განზრახ შექმნან ციფრული მტკიცებულებების კვალი, რომელიც იმ ბიზნესებზე მიუთითებს, რომლებმაც არაფერი დაუშავებიათ. მათ შეუძლიათ გატეხონ იმ ორგანიზაციების მოწყობილობები, რომლებიც კრიტიკულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ, რითაც ისინი საეჭვო ციფრული სინდიკატის ნაწილებად გამოიყურებიან. როდესაც კერძო კომპანიებს მწვანე შუქს აძლევთ, რომ წავიდნენ და შეუტიონ ამ ორგანიზაციებს, არსებობს უზარმაზარი რისკი, რომ უდანაშაულოები ამ დაპირისპირების მსხვერპლი გახდნენ. და ყველაფერი შეიძლება შეცვალოს უმცირესმა არასწორმა გათვლამ. ყველაზე უმცირესმა შეცდომა მან გამორჩენამ და უცებ კერძო ჯანდაცვის მონაცემთა ბაზები ირღვევა. სკლის განცმენდი ქსელები ითიშება და საბანკო პლატფორმები კომპრომეტირდება. სწორედ ამ მიზეზით კიბერუსაფრთხოების უამრავი ექსპერტი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ sapasukho hacking-ის კონცეფციას. მათ იცოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივ ადამიანებს გვერდითი ზიანის მსხვერპლად აქცევდა, როცა კიბერომი კონტროლიდან გამოვიდოდა. გადამდგარი ადმირალი მაიკლ ეს რაჯესი ამას საუკეთესოდ გამოხატავდა. როცა 2017 წელს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ ჰაკბექი უბრალოდ გამოიწვევდა ველური დასავლეთის ქუჩებში უფრო მეტი შეიარაღებული კაცის გამოჩენას. წლების განმავლობაში გონივრული აზრის მქონე ადამიანების ხმა ჩახშობილი იქნა სხვა, ბევრად უფრო ხმაურიანი ხმებით. ლობისტებით. უკვე წლებია, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები და კერძო უსაფრთხოების კომპანიები ვაშინგტონს ზეწოლას ახდენენ, რათა მათ აქტიური თავდაცვის უფლებები მიანიჭონ. მათ განაცხადეს, რომ არსებული კანონმდებლობა, როგორიცაა კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აქტი, აიძულებდათ კიბერდანაშაულთან ერთი ხელით ებრძოლათ, თითქოს მეორე ხელი შეკრული ჰქონდათ. კრიმინალები დაუშჯელად მოქმედებდნენ, მაგრამ კორპორაციებს რეაგირების შესაძლებლობის შეზღუდვები შეზღუდული ჰქონდათ. მათ მეტი ქმედების უფლება სურდათ. მათ ამტკიცებდნენ, რომ ეს უბრალოდ თვითდაცვის საკითხი იყო. მათ არ უხსენებიათ ის უზარმაზარი მოგების მანქანა, რომელიც ამოქმედდებოდა თუ მთავრობა საბოლოოდ დათანხმდებოდა მათ მოთხოვნებს. თუ ახალი მემორანდუმი წინ წავა, კერძო კიბერუსაფრთხოების კომპანიებს შეეძლებათ უზარმაზარი ჰონორარები დააკისრონ მსოფლიოს უდიდეს კომპანიებს, რათა მათ სახელით განახორციელონ sapasukho კიბერშეტევის ოპერაციები. თქვათ, დიდი ფინანსური ინსტიტუტი გახდება გამოსასყიდი პროგრამის შეტევის მსხვერპლი. ადრე მათ მოუწევდათ ანგარიშის წარდგენა FTC-სა და IC3-ში. და უბრალოდ საუკეთესო სიმედად ყოფილიყვნენ. ამავე დროს ისინი დაეკრდნობოდნენ საკუთარ შიდა უსაფრთხოების გუნდებს, რომ აღედგინათ დაკარგული ფაილები და სისტემები კვლავ ონლაინ რეჟიმში დაებრუნებინათ. ამასობაში გამოსასყიდი პროგრამით მოქმედი ჯგუფი აგრძელებს ოპერაციებს და სულ რამდენიმე კვირაში ისევ იმავე ბიზნესს ესხმის თავს. ამ ახალი კანონმდებლობით კომპანიას შეეძლებოდა დაეკირავებინა კიბერომის გუნდი, რათა პასუხი გაეცა მათთვის, ვინც ზიანი მიაკენა. და ბრძოლა დაიწყებოდა. ორივე მხარეს შეუძლია სერიოზული ზიანი მიაკენოს უდანაშაულო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სერვისებს, განზრახ ან უნებლიეთ. მაგრამ კონტრაქტორს ეს არ აინტერესებს. ის მაინც იღებს ანაზღაურებას. ალბათ ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ისინი არც კი დაისჯებიან, თუ ვინმე სხვას მათი შეცდომების გამო ზიანი მიადგება. ეს მემორანდუმში ნათლად არის აღნიშნული. ჩვეულებრივ, თუ კერძო კომპანია შემთხვევით დააზიანებს მესამე პირს თავისი ქმედებებით, ის პასუხისმგებელია. ნიშნულობა არ აქვს, სად მოხდება ეს. საერთაშორისო კანონმდებლობა ასეთ საკითხებში საკმაოდ ერთგვაროვანია. წლების განმავლობაში იგივე ლოგიკა მოქმედებდა კიბერომის სექტორშიც. თუ კიბერუსაფრთხოების კომპანია კრიმინალურ მონაცემთა ბაზას უტევდა და შემთხვევით უდანაშაულო ბიზნესის სისტემა გათიშავდა, ის დაისჯებოდა. შედეგად წარმოშობილი სამოქალაქო სასამართლო პროცესები შესაძლოა სრულიად გააკოტრებდეს კომპანიას. თუმცა მემორანდუმი ახალ დინამიკას, იურიდიულ იმუნიტეტს შემოაქვს. ის საშუალებას აძლევს დამტკიცებულ კონტრაქტორებს იმოქმედონ როგორც სახელმწიფოს აგენტები, ემსახურონ ეროვნულ უსაფრთხოებას. და ეს კლასიფიკაცია გარკვეულ დონეზე დაცვასაც უზრუნველყოფს. თუ რომელიმე ამ ციფრულმა მონადირემ შეცდომა დაუშვა, მათი მსხვერპლები ვერ შეძლებენ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. ისინი მოქმედებდნენ ფედერალური მთავრობის უფლებამოსილებითა და თანხმობით, ბოლოს და ბოლოს. მემორანდუმშიც კი დეტალურად არის ახსნილი, რა უნდა მოხდეს თუ, ან უпростоრად რომ ვთქვათ, როცა რამე არასწორად წავა. თუ დამტკიცებული კომპანია შემთხვევით დააწამს უდანაშაულო ამერიკულ ქსელს ან ბიზნესს, ინსტრუქციები ნათელია. მათ უნდა შეწყვეტონ ოპერაციები, სცადონ ზიანის მინიმიზაცია და აცნობონ ეროვნულ საკოორდინაციო ცენტრს. არაფერი წერია მათ დასჯაზე ან დასჯის შესახებ. სიტყვა პასუხისმგებლობა დოკუმენტში ერთხელაც კი არ ჩანს. თუ კერძო თავდაცვის კომპანია უცხოურ კიბერდანაშაულებრივ ჯგუფს შეეტევისას თქვენს პირად ინფორმაციას გააჟდერებს, თქვენ არ გაქვთ სამართლებრივი დაცვის არანაირი საშუალება. თქვენ უბრალოდ გვერდითი მსხვერპლი ხართ ციფრულ ბრძოლის ველზე, სადაც ორივე მხარეს აქვს ყველა მიზეზი, რომ იყოს მაქსიმალურად აგრესიული და დაუნდობელი. ერთ მხარეს არიან კაპერები, რომლებიც მხოლოდ მაშინ იღებენ ანაზღაურებას, როცა შედეგს მიაღწევენ.
უნებრივია ისინი მაქსიმალურად გამოიყენებენ თავიანთ ინსტრუმენტებს ამ მიზნის მისაღწევად. ეს ნიშნავს ავტომატიზირებულ სკრიპტებს, აგრესიულ საპასუხო ზომებს და ექსპლოიტის დამანგრეულ კოდებს, რომლებიც შექმნილია თაღლითების ოპერაციების შიგნიდან გასანადგურებლად. მეორე მხარეს კი თავად კრიმინალური სინდიკატებით განან. ისინი 10 წლეულებია, რაც თაღლითობებითა და ბნელ ქსელში მონაცემების გაყიდვით უზარმაზარ თანხებს შეუვლობენ. ისინი არ დანებდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა მკაცრი ზომები მიიღოს. ისინი ადაპტირდებიან. ისინი დაგებენ მახეებს და მაქსიმალურად დიდ ქაოსს გამოიწვევენ. ესენი არ არიან მოყვარულები. ისინი ცივი, გამოთვლილი პროფესიონალები არიან. ისინი შექმნიან სათხოვარებს და მკვდარი კაცის ჩამრთველებს, რომ თუ მათი სერვერები გახდება სამიზნე, უდანაშაულო ადამიანები გადაიხდიან ფასს. და როგორც კი ოდნავ მაინც იეჭვებენ, რომ რაღაც შეიძლება არასწორად იყოს, ეს ჰაკერები გაავრცელებენ ქსელურ ჭიებს და სხვასაც. თეთრმა სახმა სცადა ზოგიერთი შეშფოთების თავიდან აცილება მემორანდუმის ფრთხილი ფორმულირებით. თუნდაც მათ მისცენ უფლება დაიწყონ შეტევითი კიბეროპერაციები. კერძო სექტორის კომპანიებმა მაინც უნდა იმოქმედონ ფედერალური მთავრობის კონტროლისა და ზედამხედველობის შესაბამისად. დადგენილია მოქმედების მკაცრი წესები. შეტყობინება ნათელია. მთავრობა სურს ხალხი დაწუნებული იყოს, რომ ეს კიბერუსაფრთხოების კომპანიები გაკონტროლებული და ზომიერი იქნება თავიანთ ქმედებებში. ისინი მხოლოდ ბოროტ მოქმედებს დაუმიზნებენ და ყველა ზომა მიიღება, რათა ყველა იყოს უსაფრთხოდ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დამამშვიდებელ განცხადება ჯრერს, მისი აღსრულება თითქმის შეუძლებელია. და ეს ისე უკავშირდება კიბერსივრცის სირთულეებს. აშშ-ის მთავრობას შეუძლია მისცეს ნებართვა მილიციას მტრის ბაზაზე შეტევაზე. მისცეს მათ კონკრეტული ინსტრუქციები და კოორდინატები, თუ სად უნდა განახორციელონ შეტევა. სანამ დაზრვა სანდოა და ინსტრუქციები სრულდება, არავის სხვა არ უნდა დაზიანდეს. მაგრამ როდესაც აშშ-ის მთავრობა კერძო თავდაცვის კომპანიას აძლევს უფლებას კიბერსინდიკატზე იერიში მიიტანოს, ეს სულ სხვა საქმეა. ციფრულ სივრცეში ბოროტ მოქმედები ფიქსირებულებში არ მოქმედებენ. ხშირად ისინი საკუთარ ფიზიკურ ტექნიკასაც კი არ იყენებენ. ისინი ქირაობენ იმავე ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას, რასაც Fortune 500-ის კომპანიები და ჯანდაცვის ჯგუფები. ისინი იყენებენ იმავე ჰოსტინგის პროვაიდერებს, რასაც მცირე ბიზნესები და საცალო ბრენდები. უფრო ხშირად კი ისინი თავიანთ ტრაფიკს გადამისამართებენ გატაცებული სამოქალაქო ქსელებისა და კომპრომეტირებული მოწყობილობების საშუალებით. ეს წარმოუდგენლად ართულებს თუ არა შეუძლებელს ხდის, თუნდაც ყველაზე გამოცდილი კიბეროპერატორებისთვის მათი მდებარეობის დადგენას. აი რატო არის მიზანმიმართული კიბეროპერაციების ნებისმიერი იდეა ასეთი აბსურდული? რადგან კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ ასე მარტივად დაიმალონ სამოქალაქო ციფრულ ინფრასტრუქტურაში. ეს გავს სერიულ მკვლელს, რომელიც გადაჭედილ ოთახში იმალება. სნაიპერის გამოყენებით თავში სუფთა, ზუსტი გასტროლის ნაცვლად კიბერუსაფრთხოების კომპანიები ფანჯრიდან ხელყუმბარას ისვრიან. დიახ, ალბათ მიზანს მიაღწევდნენ, მაგრამ ამასთან ერთად უდანაშაულო ადამიანების სისხლიც ბევრ მათ ხელზე დარჩებოდა. თუ ეს შემოთავაზებული პროგრამა განხორციელდება, მსოფლიო ოფიციალურად შევა ციფრული ომის შემაშფოთებელ ახალ ეპოქაში. ინტერნეტი, როგორც ჩვენ ვიცნობთ, აღარ იქნება იგივე. კიბერსივრცე უფრო და უფრო მთრულ საომარ ზონად გადაიქცევა, სადაც ერთმანეთთან ბატონობისთვის იბრძოლებენ კრიმინალური სინდიკატები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერები და კორპორატიული ჯილდოზე მონადირეები. ჩვეულებრივი ამერიკელები და მცირე ბიზნესის მფლობელები, რომლებიც ცდილობენ ამავე სივრცეში არსებობას, კიდევ უფრო დაუცველები იქნები მითნებიან ვიდრე ახლა არიან. იმიტომ რომ მათ არ შეეძლებათ საკუთარი ციფრული მცველებისა და ჯილდოზე მონადირეების დაქირავება, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, მათ გვერდით არ ეყოლებათ კიბერომის ექსპერტების გუნდები, რომლებიც მათ ციფრული დენტობასა და მონაცემებს დაიცავენ. არ არის რთული წარმოდგენა, როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია აქედან. ციფრული კვების ჯაჭვის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფები მყოფი იძულებულნი იქნებიან გააფორმონ სულ უფრო ძვირადღირებული და რთული გამოწერები. ყველაზე დიდი კომპანიები, ისინი ვისაც საკუთარი კერძო არმიების დაქირავება შეუძლიათ, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებულ კიბეროპერატორებს მოიცავს, შესთავაზებენ უბრალო ხალხს დაცვას. და ამას მოხვება უფრო სერიოზული შედეგები, სავარაუდოდ მათი მონაცემების, მათი ერთგულებისა და მათი თავისუფლების კიდევ უფრო მეტი დათმობის სახით. ალბათ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მემორანდუმი ან შემდგომი მიღებული პოლიტიკა საერთოდ ვერ შეაჩერებს კიბერდანაშაულს. თუ რამეს შეცვლის, მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. მეტის მეტად ბევრი ფულია ჩართული თაღლითობებში, ფიშინგში, მავნე პროგრამებში და მონაცემთა ბაზების გატეხვაში იმისთვის, რომ კიბერდანაშაულებრივი ჯგუფები უბრალოდ თეთრ დროშას ააფრიალებენ და ასე უბრალოდ წავიდნენ. ისინი უბრალოდ უფრო ბნელ, უფრო ეშმაკურ და უფრო ჭკვიან ხერხებს მიმართავენ. ისინი გამოიყენებენ მანქანურ სწავლებასა და ნეირონულ ქსელებს თავიანთი ბოროტი მიზნებისთვის. და ისინი ბევრ უდანაშაულო ადამიანს ჩააყენებენ შუაში საკუთარ თავსა და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძვიან. ამის ნაცვლად ეს შემთხვევებით ცალკეული ინციდენტების ნაცვლად რეგულარულ მოვლენებად იქცევა და ისინი გახდებიან ახალი და გაუმჯობესებული კიბერდანაშაულთან ბრძოლის გარდაუვალი შედეგები. ასე არ უნდა მუშაობდეს კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოება ნამდვილი უსაფრთხოება მიიღწევა ძლიერი არქიტექტურაში ინვესტირებით, ციფრული სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებით და ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლით, რომ მათ შექმნან უფრო ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფა. ეს მოითხოვს კანონების რეფორმირებას, ინდივიდუალური ციფრული უფლებების დასაცავად და არა მილიარდიანი კომპანიების ინტერესებზე ზრუნვას. რადგან როდესაც ახალი ციფრული ომი დაიწყება, დანარჩენები ჩვენ ვიქნებით დაზარალებულები. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ასევე ვითარდება კიბერდანაშაულის ინსტრუმენტებიც, და ისინი არაფერზე შეჩერდებიან, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. ნახეთ, ყველა დროის 10 ყველაზე საშიში ჰაკერი, რომ ნახოთ მათი კიბერდიდების დარბაზი. ან დააწყაპუნეთ აქ.